სათხართ რომ არ ჩანხართ. პირველად ეს კითხვა გამიჩნდა, როდესაც შაბათს რუსთავის ავტოდრომზე აღმოჩნდა. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ამდენ მოტოციკლს და მით უმეტეს მოტომოყვარულს აღმოვაჩინე. ძრავების ხმაურში და საბურავობის წულში ვათვალიერებდით ერთად შეკრებილ ძალიან ბევრ სხვადასხვა ასაკის და სტილის მოტოციკლს და პირველი მასშტაბური მოტოდრაგის დაწყებას ველოდით. დაიწყო ყველაფერი ეხა ღმაბავშვობიდან. ხან ვიღაცის მოტოთი, ხან ვიღაცის. მერე საკუთარი გაჩნდა. ოჯახური ტრადიციაა და მამა მყავდა ბაიკერი და მაინდა-მაინც დიდი არ მიფიქრია რომ ბაიკზე დავჯდებოდი, დიდი ხანი არ მიფიქრია ამაზე. კაც როგორიც მოწონს, ისეთი დადის ხოლმე რა, ეხლა ისეც უნდა ნახო, ისეც რომელიც გეციამოვნება, ისეც აირჩევ შენთვის. ახალგაზრდობის ფორმულასავით არის რა. გაძლევს სტიმულს, ყველაფრის ძალას, თავდაჯერებულობას და ძალიან მაგარია რა და მით უმეტეს საქართველოში ისეთი სიტუაცია იცი, თითქოს ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე გაიარე, როცა ბაიკეთები ხარ და ძალიან მაგარია, ხალხს მით უმეტეს ყურადღება სიამოვნებს. რუსთავის ავტოდრომზე 9 სხვადასხვა სახეობის და მოდიფიკაციის მოტოშეჯივრება მოეწყო. სურველი ბრძოლაში გამოეცადა თავისი რკინის რაში ბევრი იყო. ბევრი იყო ისეთიც, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო რეალურად აფასებდა საკუთარ და ბაიკის შესაძლებლობებს და უბრალოდ მონათესავე სულების სანახავად, მეგობრების მოსაკითხად და მოტოციკლების დასათვალიერებლად იყო მოსული. ნებისმიერ ბაიკერს რო კითხო, რომელი ბაიკი უნდა, ესე ზუსტად პირდაპირ ვერ გეტყვის. ბევრნაირია რომელიც გინდა და თან გინდა სულ გადააკეთო, სულ გადააწყო და ყოველთვის სვალო რაღაცეები რა. ქალები მუშაობდნენ კომბაინებზე, ქალები იჯდნენ საჭესთან, არ იყო ეს პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ქალი იმდენად ძლიერია, რომ ეს სტერეოტიპი ადრე უგვიან უნდა დამსხვრეულიყო, რომ ქალი ენახათ ბაიკზე. მე მყავს ოჯახი, შვილი, მოხუცი მამამცილი, რომელსაც ვუვლი და ოჯახს თითქმის ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ბაიკი ამაში მეხმარება, ხელს საერთოდ არ მოშლის. სხვადასხვა ასაკის, სქესის, ეროვნების და რელიგიის ხალხს ბაიკი მართლაც რომ აერთიანებს. მოტოციკლი ალბათ იმ ძალიან იშვიათ ნივთთაგანია, რომელსაც პატრონზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ბაიკი ადამიანების ქვეცნობიერში იჭრება და რადიკალური ცვლილებები შეაქვს მათ ხასიათში, ქცევის მანერაში და გარეგნობაშიც. განსაკუთრებით ჩოპერის ტიპის მოტოციკლეტების მოყვარულები ემსგავსებიან ერთმანეთს. ნებისმიერი ესეთი აქტივობა, მოტოაქტივობა შეუწყობს მოტოკულტურის განვითარებას და შესაბამისად მე ზოგი სპორტბაიკით იზის, ზოგი ჩოპერით იზის, ზოგი წერი ექნება გაპარსული, ზოგს არ ექნება. უსაფრთხო არაფერი არ არის. თავარია გიყვარდეს და გიყვარს იმისთვის სიკვდილი რა თქმა უნდა ღირს. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ავტოდრომზე შესრულებულ სახიფათო ილეთებს და სისწრაფეს ქალაქის ქუჩებში ვერასოდეს ვნახავთ.